მოგესალმებით, ვაგრძელებთ არაორგანულ ნაერთთა კლასების შესწავლას. ჩვენი გაკვეთილის თემაა ფუძეები. ფუძე რთული ნივთიერებაა, რომელიც შედგება მეტალის ატომთან დაკავშირებული ერთი ან რამდენიმე ჰიდროქსილის ჯგუფისაგან. ხშირად ფუძეებს მოიხსენიებენ როგორც შესაბამისი მეტალის ჰიდროქსიდს. წყლის მოლეკულისაგან ერთი ატომი წყალბადის ჩამოცილების შედეგად მიღებულ ატომთა OH ჯგუფს ჰიდროქსილის ჯგუფი ეწოდება. ჰიდროქსილის ჯგუფი ერთვალენტიანია, რადგან ის წყალბადის ერთ ატომს იკავშირებს. მეტალი ჰიდროქსილის ჯგუფს იკავშირებს ვალენტობის შესაბამისად, ამიტომ ფუძის ზოგადი ფორმულა ასეთია. სადაც Y მეტალის ვალენტობაა. მაგალითად, ერთვალენტიანი მეტალები, ნატრიუმი, კალიუმი, ლითიუმი და სხვა ერთ ჰიდროქსილის ჯგუფს იკავშირებს. ორვალენტიანები ორს, სამვალენტიანები სამს და ასე შემდეგ. ამიტომ აღნიშნულ მეტალებს შეესაბამება ფუძეები. ლითიუმ OH, ნატრი OH, კალცი OH ორჯერ, მაგნი OH ორჯერ, ალუმინ OH სამჯერ. ფუძეები იყოფა ორ ჯგუფად: წყალში ხსნადი და წყალში უხსნადი. წყალში ხსნად ფუძეს ტუტე ეწოდება. ტუტეებია ლითიუმის, ნატრიუმის, კალიუმის, რუბიდიუმის, ცეზიუმის, კალციუმის, სტრონციუმის და ბარიუმის ჰიდროქსიდები. სულ 8 ტუტე, რომელთა დამახსოვრებაც აუცილებელია. ტუტის სახელწოდების შედგენისას ასახელებენ მეტალს და ამატებენ სიტყვას ტუტე. დანარჩენი მეტალების ჰიდროქსიდები წყალში არ იხსნება, ამიტომ ისინი ფუძეებია. ფუძის სახელწოდების შედგენისას ასახელებენ მეტალს და ამატებენ სიტყვას ფუძე. თუ მეტალი რამდენიმე ჰიდროქსიდს წარმოქმნის, ფრჩხილებში მიუთითებენ მეტალის ვალენტობას. მაგალითად, ფერუმ OH ორჯერ, რკინის ორვალენტოვანი ჰიდროქსიდი, ფერუმ OH სამჯერ, რკინის სამვალენტოვანი ჰიდროქსიდი. ყველა ფუძეს ფუძეოქსიდი შეესაბამება. ფუძის შესაბამისი ფუძეოქსიდის ფორმულა, რომ შევადგინოთ, უნდა გავითვალისწინოთ მეტალის ვალენტობა მოცემულ ფუძეში. მაგალითად, ფუძეს ფერუმ OH ორჯერ შეესაბამება რკინის ორვალენტოვანი ოქსიდი, ფერუმ O, ხოლო ფერუმ OH სამჯერს რკინის სამვალენტიანი ოქსიდი, ფერუმ 2O3. განვიხილოთ ტუტეების მიღება. ტუტეების მიღება შეიძლება ტუტე და ტუტემიწათა მეტალების უშუალოდ წყალთან ურთიერთქმედებით. ტუტე მეტალები წყალთან ენერგიულად ურთიერთქმედებენ, რის შედეგადაც მიიღება შესაბამისი ტუტე და გამოიყოფა წყალბადი. ტუტემიწათა მეტალებიც ენერგიულად ურთიერთქმედებენ წყალთან. შემდეგი მეთოდი ტუტეების მიღების გახლავთ წყალში ხსნადი ფუძე ოქსიდების წყალთან ურთიერთქმედება. მაგალითად, ნატრიუმის ოქსიდი წყალთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნის შესაბამის ტუტეს ნატრი OH. ტუტეები, როგორც თქვით, იხსნებიან წყალში. ისინი იონური ნაერთებია და წყალხსნარში განიცდიან დისოციაციას. იშლებიან იონებად მეტალის დადებითი და ჰიდროქსილის ჯგუფის უარყოფითი იონების წარმოქმნით. როგორც ვიცით, მჟავები დისოციაციის დროს წარმოქმნიან წყალბადის დადებითად დამუხტულ იონს, ხოლო ტუტეები OH-ის უარყოფითად დამუხტულ იონს. მჟავებსა და ტუტეებს შორის ქიმიური რეაქციის დროს ხდება ამ იონების დაკავშირება და წარმოიქმნება წყლის მოლეკულა. მაგალითად, ნატრიუმის ტუტე და მარილმჟავა რეაგირებენ. ამ რეაქციის შედეგად წარმოიქმნება ნეიტრალური მარილი, ნატრიუმის ქლორიდი და წყალი. მიღებულ ხსნარში აღარ გვაქვს არც მჟავა და არც ტუტე, ამიტომ ამ რეაქციას ნეიტრალიზაციის რეაქცია ეწოდება. ნეიტრალიზაციის რეაქცია მიმდინარეობს ფუძესა და მჟავას შორისაც. ფუძესა და მჟავას შორის მიმდინარე რეაქციას, რომლის დროსაც წარმოიქმნება მარილი და წყალი, ნეიტრალიზაციის რეაქცია ეწოდება.
ფუძე წყალში არ იხსნება და ამიტომაც ფერს არ უცვლის ინდიკატორს. ინდიკატორისთვის ფერის შეცვლა ტუტის წყალხსნარის დამახასიათებელი თვისებაა. ტუტის ხსნარში იისფერი ლაკმუსი ლურჯდება, უფერო ფენოლფტალეინი ჟოლოსფერი ხდება, მეთილნარინჯი კი ყვითლდება. ფუძეები სხვადასხვა შეფერილობის მყარი ნივთიერებებია, მაგალითად ნატრიუმის, კალიუმის, ალუმინის ჰიდროქსიდები თეთრია, რკინის სამვალენტოვანი ჰიდროქსიდი მურაწითელია, ნიკელის ორვალენტოვანი ჰიდროქსიდი ღიამწვანია და ასე შემდეგ. ტუტე და წყალხსნარები უფეროა, შეხებისას საპნის მაგვარია. ტუტე ქიმიურად აქტიურია, მის წყალხსნარს მწარე გემო აქვს, სხეულზე მოხვედრისას ტუტის ხსნარი შლის მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ქსოვილებს და კანს წვავს. ამის გამო ზოგიერთ მათგანს მწვავე ტუტეებსაც უწოდებენ. მაგალითად, ნატრიუმის ტუტე ასევე მწვავე ნატრიუმია, კალიუმის ტუტე მწვავე კალიუმი. ამრიგად, უკვე გავეცანით ოქსიდებს, მჟავებს და ფუძეებს. მომდევნო გაკვეთილზე განვიხილავთ მარილებს. გისურვებთ წარმატებებს.